ბერი ნიკოლოძის მრევლი ერთმანეთს განცხადებებით უპირისპირდება. ნარიმან მაქარაშვილის მიმდევრების ნაწილი აცხადებს, რომ დაუძლურებულ ბერთან მათ მიერ ორჯერ მიყვანილი ექიმი ბინასთან შეკრებილმა რამდენიმე ადამიანმა სახლში არ შეუშვა. ისინი ამ პირებს ემიჯნებიან და ამბობენ, რომ მათ ბერი გაწირეს. სარიტუალო სახლთან მისული მოქალაქეების თქმით, ნარიმან მაქარაშვილი დიდი ხანია შიმშილობდა და სკამზე იძინებდა. თუმცა არავინ იცის, როგორი იყო მისი მდგომარეობა ბოლო 10 დღის განმავლობაში. იმ მიზეზით, რომ კურთხევა არ ჰქონდათ, სახლთან შეკრებილი მიმდევრების ნაწილი ბინაში შესვლის უფლებას არავის აძლევდა. მრევლი ითხოვს ბერი ნიკოლოძი სვეტიცხოვლის ეზოში დაკრძალვით. 426 არასრულწლოვანი ორსული და 287 არასრულწლოვანი დედა სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით ეს მხოლოდ 2025 წლის 11 თვის მონაცემებია. წინა წელთან შედარებით არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი გაზრდილია. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინება და ნიშნობა საქართველოში ისევ სერიოზულ გამოწვევად რჩება და ამ მხრივ სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. უცდება ასაკრძალი პარტიების სიას ფედერალისტებს ამატებს და საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი სარჩელით მიმართავს. ამის შესახებ პაპუაშვილმა განაცხადა. მიზეზად მან 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებთან პარტიის იდეური თანხმედრა დაასახელა. მარნეულში 25 წლის ბიჭმა თანასოფლელი დაჭრა. 40-მდე კაცს მან ურთიერთშელაპარაკებისას ცივი არაღით დაზიანებები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. ის დღეს დააკავეს.